გაზაფხულზე ეღვიდეს ბუნება, იწყება სიცოცხლე, გაზაფხულს მოხვება მზიანი დღეები და სითბო. ვის მოყავს გაზაფხული, ლამაზი და მშვენიერი, დიდებული და დიადი, სითბოთი და სილაღით ავსე. გაზაფხული სიცივი, სუსხის დამძლევი და სილამაზესთან ასოცირებული, ხოლო ზაფხული სილაღე და სიყვარული. სწორედ ასე წარმოადგინეს ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წელიწადის ეს ორი დრო. მათ გაზაფხული და ზაფხული გააცოცხლეს და მაყურებელს თეატრალური წარმოდგენა მოუწყვეს. ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყვავილების მეჯლისისათვის ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. მათი თქმით, უნდოდათ ადგილობრივებისათვის ერთი დღე გაელამაზებინათ, ზაფხულის მოსვლა ეხარებინათ და მათთვის განსხვავებული ღონისძიება მოეწყოთ. მონაწილეებმა ყვავილებზე დაწერილი ლექსები და სიმღერები მაყურებლებს საკუთარი ინტერპრეტაციით წარუდგინეს. დღეს რომ ღონისძიება გავმართეთ, ამ ღონისძიებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. იმედია ძალიან კარგი გამოვიდა. Ქონდა ძალიან ბევრი ცეკვები იმისთვის, რომ გვესიამოვნებინა ჩვენი მშობლებისთვის და მაყურებლისთვის. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგებს იმისთვის, რომ ჩვენ გამოვედით ამ კონცერტზე. კიდევ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ დირექტორს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, რომ ჩვენ ასეთ ლამაზ კონცერტზე გამოსულიყავით. ჩვენ გვინდოდა აგვეგნიშნა გაზაფხულის მოსვლა და ყვავილების კონცერტიც, ამიტომ დავგეგმეთ. ჩვენ ბევრი მიმეცადეთ ამ კონცერტისათვის და იმედია კარგი გამოგვივიდოდა და ყველას მოეწონა. თავი რაც შეგვეძლო კარგად წარმოვადგინეთ, მაყურებლებიც მოვიდნენ, რათა ენახათ მშობლებს თუ როგორ გამოვედით ჩვენ. თავაზე ცეკვები, სიმღერები და სხვადასხვა ნომრები მაყურებლებს. სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ყვავილების მეჯლისის ორგანიზებაში დაწესებულების დირექტორი და სკოლის მასწავლებლები დაეხმარნენ. საღამოზე ასევე განსხვავებული მოდების ჩვენებაც მოეწყო პატარებმა იების, ყაყაჩოების, გვირილების, ვარდებისა და სხვა ყვავილების დიზაინით შექმნილი კაბები მოირგეს და ადგილობრივების წინაშე წარსდგნენ. ნამუშევრები ზიკილიის საჯარო სკოლის დირექტორმა შექმნა. თამარ ქიმერიძის თქმით, იგი აღნიშნულ კაბებზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება ყვავილების მეჯლისი, რომელიც გაზაფხულის მობრძანებასადმი არის მიძღვნილი. პირადად მე ამაზე ვიმუშავე, იანვრის თვიდან მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, ბავშვებს ერთი თვე არაც ვამუშავებ და რა ვიცი, შედეგით მაყოფილი ვარ, მშვენიერი ღონისძიება გამოვიდა. სტუმრებიც ყავდა. ეს დღე უკავშირდება ზაფხულს, გაზაფხულს, ყვავილებს და ყოველივე ლამაზს, რაც კი არსებობს ბუნებაში. კიდევ დაუკავშირდეთ ბავშვთა დაცვის დღეს და გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს გავულამაზოთ ეს დღე და მიუძღვნოთ ეს შესანიშნავი ზეიმი. ყვავილების მეჯლისს ადგილობრივები და ღონისძიებისათვის სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწნენ. საღამოზე ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორიც იმყოფებოდა. საზოგადოებამ ღონისძიება დადებითად შეაფასა. მათ პატარებს წარმატებები უსურვეს. ძალიან ლამაზი ღონისძიება იყო, ძალიან კარგად წარმოაჩინეს ბავშვებმა თავი, ეს არის ძალიან დიდი შრომა მასწავლებლების და დირექტორის. რა ვიცი, უსურვებ წარმატებებს. ყვავილების მეჯლისი ზიკილიის საჯარო სკოლაში საღამოს 9 საათზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასასრულს ყველა მონაწილე მაყურებლის წინაშე წარსდგა და ერთობლივი სიმღერითა და ცეკვით დაემშვიდობა. სუსიას ყვავილია, ნეყოფითას გებრიელი, ვითელ ფოთლებში აუს, იშის თვალება გძიეს.